ელენეს მდგომარეობა, მივესალმები ელენეს, ვიცი რომ ძალიან ძლიერი ხარ ელენე, ძალიან მიყვარხარ, ძალიან დიდ პატივს ავცემ შენს ესეთ სიძლიერეს და შენს შემართებას და ვიცი რომ მაინც ვერ მოგერება ვერანაირი ავადმყოფობა და შენი შინაგანი რწმენით აუცილებლად დაამარცხებ მაგასაც. მე მინდა ვთქვა რომ ელენეს ფაქტი დღეს რაც ხდება იგივე წამების ტოლფასია და იგივე წამებაა. ეს არის ჩვეულებრივი წამება, როგორც თუნდაც მზია მაღლობელის ფაქტიც იყო წამება და რეჟიმი ცდილობს რომ ყველანაირად გვაწამოს თუ შიგნით ხალხი ციხეებში და თუ გარეთ მყოფი ხალხი ასევე მაგრამ ამით დარწმუნებული ვარ ვერ აღწევენ ვერაფერს იმიტომ რომ ბრძოლაში არის ელენე თუნდაც ციხის კედლებიდან და აგრძელებს ბრძოლას და ზუსტად ელენეს სიძლიერე არის ამათვის საშიში. აუცილებლად უნდა ჩავერთოთ, აუცილებლად უნდა გაანთავისუფლონ, იმიტომ რომ ელენეს აქვს სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემა. კიდევ თუ უნდა რეჟიმს რომ რაღაცით მოიწმინდოს თავისი ეს სისასტიკე და რაღაც ნაბიჯები უნდა გადადგას აუცილებლად, როცა ამისთან ავადმყოფობასთან და ასეთ მდგომარეობასთან არის საქმე. და ელენეს არაფერი ისეთი არ დაუშავებია რეალობაში. ხა არ შეიძლება სასაცილომდე უბრალოდ სატირელი მდგომარეობაა, თორე სასაცილოა რომ მარკერის გულისთვის ადამიანს ციხეში ამყოფებ და ფაქტიურად ინვალიდობამდე მიიყვანე ადამიანი ეს თან ქალი რომელსაც ფაქტიურად პოლიტიკოსი ქალი იმის გამო რომ არის შენზე მეტი თავმოყვარე და შენზე მეტი ძლიერი და აი ამიტომ უსწორდებიან რომ ელენე ესე იოლად არ დაემონა ამათ. მართლაც რთულ მძიმედ მოსასმენია ვუსურვოთ ელენეს მალე გამოჯანმრთელება, მოვიკითხოთ ცხადია აქედან და რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის დაბრუნება მის ოჯახთან, მის შვილებთან და მალე თავისუფლებაზე ყოფნა. სხვათა შორის ამ განცხადებაში, რომელიც პენიტენციურმა გაავრცელა, ელენე თქვენც მიაქცევდით ყურადღებას, ნათქვამი არის, რომ ეს დიაგნოზები დაწესებულებაში შესახლებამდე არის დადგენილი, ქრონიკულ დაავადებებზეა საუბარი, რომელთათვისაც დამახასიათებელია პერიოდული გამწვავებაო და ეს მიუთითებს იმაზე, რომ შესაბამისი მართვა სჭირდება ამ პროცესს და კვალიფიციური, თქვათ, მიდგომები და მკურნალობა. მანდაც დარღვევა აქვს რეჟიმს ფაქტობრივად, იმიტომ რომ ანუ ელენეს ეს გუშინ არ დაწყებია და გუშინ წინ, იმიტომ დამძიმდა მისი ავადმყოფობა, რომ ეს იყო ქრონიკული დაავადება, ამაზე ჯანდაცვამაც უნდა რეაგირება მოახდინოს, იმიტომ რომ ძალიან კარგად იციან, რომ ქრონიკული დაავადების პაციენტი ესე ან ციხეში უნდა იყოს სათანადო მკურნალობის ქვეშ, ან თუ არა და უნდა იყოს განთავისუფლებული, თუ არა და სახლში უნდა იხდიდეს სასჯელს. ანუ ეს ძალიან კარგად, ჩემზე კარგად იციან კანონები, ჩვენ ამის უფლება ჯანდაცვას რომ წამოაყენოს წინადადება, რომ ესეთი პაციენტები არ შეიძლება რომ ყავდეთ საპყრობილეში და უარესი მდგომარეობა რომ მოსდევს მთელმა მედიცინამ და სამედიცინო სფერომ ეს ძალიან კარგად იცის და აუცილებელია რომ ჯანდაცვასაც მოვთხოვოთ პასუხი და მოითხოვოს ჯანდაცვამ რომ სასწრაფოდ იყოს გადმოყვანილი სახლში ელენე ხოშტარია და სასწრაფოდ მედიკამენტოზური მკურნალობა გაიაროს ბინაზე. არ შეიძლება ესეთი მოპყრობა, ნამდვილად ეს არის წამება ადამიანების და ეს არის მკვლელობა, რომლითაც ნელ-ნელა კლავენ ადამიანებს.
ელენე, საბასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ვახსენე, რომ დღეს საიამ თავი მოუყარა ყველა ფაქტს თქვენ შვილის საქმესთან დაკავშირებით კონკრეტულად. ვახსენე მხოლოდ ერთი ეპიზოდი, რომელიც უმძიმესია და კიდევ ერთხელ მინდა რომ წავიკითხო, სწორედ ამაზე საუბრობდა დღეს საეს თავმჯდომარე ამ ბრიფინგზე. საპოლიციო და საფუძველი ამ ყველაფრის არის, როგორც ცნობილია, ეს საპოლიციო წამების ფაქტები და ამაზე რო რეაგირება რა არის კონკრეტულად სახელმწიფოსი, აი მინდა მაყურებელსაც კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, რაზე იყო ლაპარაკი, რომ საბას ხვიტარიზე როდესაც დააკავეს, წაიყვანეს თბილისის მიმართულებით ავტომობილში, აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, ვახსენე ერთ-ერთი პირი მას დაემუქრა ეგრეთ წოდებული დუბინკით გაუპატიურებით და ეგრეთ წოდებული ქათმების კამერაში ჩასმით. ასევე მასზე განხორციელდა ფსიქოლოგიური ძალადობა, მუქარა და მოთხოვნა იმისა, რომ საბას ხვიტარიძეს ეღიარებინა პოლიციელზე თავდასხმა. თბილისში ჩამოყვანის შემდეგ ოთახში მასთან მალევე შევიდა 4 პირი. 5-10 წუთის განმავლობაში ფიზიკურად იძალადეს საბას ხვიტარიძეზე. ისინი სცემდნენ მას ხელებით, ფეხებით, ურტყამდნენ კიდურების, მუცლის, მკერდის და თავის არეში. იძალადეს წაქცეულ დაზარალებულზე. ასევე ფიზიკური ძალადობის დასრულების შემდეგ ოთახში დაბრუნდა ისევ ის 4 პირი, რომლებმაც გორიდან თბილისში გადმოიყვანეს საბას ხვიტარიძე და ისინი კვლავ მოითხოვდნენ მისგან აღიარებით ჩვენებას და კვლავ ემუქრებოდნენ იმით, რომ იგი მოხვდებოდა ეგრეთ წოდებული ქათმების კამერაში. და ამ ფონზე დღეს საია ლაპარაკობდა, რომ ეს საქმე არის ერთი მაგალითი საქართველოში საპოლიციო წამების ფაქტების მიმართ შესაბამისი მექანიზმების მოშლის. ელენე, რა სიტყვით თქვენ? აი რასთან გვაქვს საქმე? აი ამ საქმეზე რეაგირება ნახა საზოგადოებამ სათანადო თქვენი შვილის საქმეზე კონკრეტულად და ამ შემთხვევაში რა ვითარება არის ამ მხრივ, იმიტომ რომ სტანდარტები ვერ დაკმაყოფილდაო, ხო, საია ამაზე ლაპარაკობდა, როდესაც წამების საქმეს ეხება, შესაბამისი მიდგომა უნდა იყოს და ეს სტანდარტები ვერ დააკმაყოფილა სახელმწიფომ, ამაზე იყო სწორედ საუბარი. ფაქტიურად გამოვიდა, რომ ყველა არის ცნობილი ჩემი შვილის მწამებლები ვინც არიან, მაგრამ არც ერთი არ არის პასუხისმგებაში, არც სამსახურეობრივი გადაჭარბების მიზნით არ არიან განთავისუფლებული თუნდაც სამსახურებიდან და თანამდებობიდან. ესე იგი გრძელდება კიდე სხვებზე ჩვეულებრივად მაგადგან ძალადობა. რო იძახიან, რომ 400-მდე მიტინგზე დაზარალებული ხალხი რომ არის და დასისხლიანებული და ამბობენ, რომ უბრალოდ არ ვიცით ვინ იყო, ასევე ჟურნალისტებსაც რო თავს დაესხნენ და არიციან, იმიტომ რომ მასკებში იყვნენ და არ იყო ცნობილი ვინები იყვნენ. ეს ხო იციან საბას საქმეზე ვინ მუშაობს სამმართველოში მეხუთე სართულზე, მერვე სართულზე, ვინ გაუშვეს რაიონში, რომ საბა ჩამოეყვანათ. ეს ყველაფერი ხომ ძალიან კარგად იციან სახელებით და გვარებით. თუ არ იციან, არც მაგი არ არის პრობლემა, ყველას გვარს და სახელს და თუ სადმე რამე ნიშანი აქვს, აბსოლუტურად სულ ყველას ჩამოუთვლი და დაუდებ. მე დავეხმარები გამოძიებას, მაგრამ ამის სურვილი არა აქვთ ამათ. ელენე, აი რაზე ლაპარაკი, მოდი მაყურებელსაც აუხსნათ, ანუ რაზე ლაპარაკობს საია დღეს, როდესაც გაიხსენა ეს საქმე, როგორც ერთ-ერთი მაგალითი საქართველოში საპოლიციო წამების ფაქტი, ხომ? ამაზე ლაპარაკობდა სწორედ საია, რომ ანუ არ არის გონივრულ ვადებში სათანადო მტკიცებულებები შეგროვებული საბას წამების საქმესთან დაკავშირებით, ასევე არ იკვეთება ეფექტიანი ნაბიჯები დასახელებული სამართალ იდენტიფიკაციის, დაკითხვის და შესაბამისი სტატუსის განსაზღვრისთვის. ანუ რეალურად რა ტიპის ესეც ხო დანაშაულის ნიშნების შემცველია, რომ თქვა რეაგირება ანუ რეაგირება არ არის, არავინ არ არის ფაქტიურად დაკითხული, ეხლა გაირკვა რომ რაღაცა პერიოდი რომ უკვე ეს საქმე საიამ აიღო და ვითომ ხელმეორედ დაიწყეს გამოძიება და დაკითხეს ვიღაც 2 პატრული, რომლებმაც თქვეს, რომ თავისი ნებით გადმოგვიჭდა, გავაჩერეთ მამა და თავისი ნებით გადმოჭდა საბა მანქანაშიო, ანუ პატრულმა ესე თქვა, ესე იგი თურმე პატრულის მანქანას საერთოდ არ წაუყვანია საბა, ესეც ცრუ ჩვენება აქვთ მიცემული. მაგრამ ანუ
დაზარალებული სტატუსი მისცეს 3 კვირაში, მაგრამ რას ნიშნავდა და რას ნიშნავს ეს დაზარალებული სტატუსი არ ვიცი, დღემდე ვერ გავიგე ამის შინაარსი. დაზარალებული სტატუსი ესე იგი იმას ნიშნავს, რომ აღიარეს თავისი დანაშაული, წამების ფაქტი, ოღონდ პასუხს არ აგებს არავინ. თან ამართლებენ საბას, თან ციხეში ხავთ და თან არ ამართლებენ. კითხვა მაქვს, ვერ გავიგე, რას ნიშნავს დაზარალებული სტატუსი მაშინ და რატომ აქვს ჩემთვის დაზარალებული სტატუსი. ანუ ექსპერტიზა და სულ ყველა ამტკიცებს და დამტკიცებული იყო, რომ შეყვანამდე საბას არ ქონდა არაფერი და დაზიანებები მიიღო, რა თქმა უნდა, სამმართველოში, რომელიც მოწმის სახით შეიყვანეს გარედან, რომ შეყავდათ ბორკილები მოხსნეს და უთხრეს, რომ ეხლა იმ სიტყვას ფიზიკურად პირდაპირ ეთერში ვერ გავიმეორებ და შენ ესეთოვო ტყვიანად რომ მოგცეულიყავიო მაშინო სხვანაირად მოგექცეოდითო და თვითონ არიან ეგეთები რა რაც საბას უწოდეს მაშინ თვითონ არიან ეგეთები. ახლა ელენე თქვენ აი ეს თქვათ საკითხის ალბათ წარმოუდგენელია რომ დედას გაუნელდეს ხომ აი ეს და ის შეგრძნებები რაც თქვენ თქვათ დაგეუფლათ მას შემდეგ რაც გაიგეთ რომ ესე მოექცნენ თქვენ შულს მაგრამ ალბათ ის კადრები რაც ნახეთ იგივე ნოდარ მელაძის შაბათში ამან რაღაც თავიდან რა თქმა უნდა თავიდან განმიახლდა ნამდვილად საბამაც დარეკა და სტატუსიც დადო განმიახლდა იმიტომ რომ წარმოდგენილი მაქვს რომ საბას რას უზამდნენ ორჯერ ესე თავისთვის რო ყავდათ მოგდებული რო იტყვიან თავის გემოზე და როგორ აწამეს მე მაინც ურჩევდი ამათ რომ კანონის წინაშე აგონ პასუხი და გამოიძიონ სრულყოფილად ეს საქმე თუ არა და ძალიან ცუდი დღე დაადგება მე არ ვაპირებ დანებებას არ ვაპირებ ბრძოლას ბრძოლის თავის დანებებას მე ბრძოლაში ვარ უკვე შესული და შიში გადალახული მაქვს და ბოლომდე დავაჩოქებს ყველას აი ჯობია რომ კანონის წინაშე ყველა მაგოს პასუხი თორემ მაგათ არცეც არ შერჩება ეს ამბავი ნამდვილად არ შევარჩენ და ქათმებში ვინ წავა და დუბინკებით ვინ იქნება მაგას მერე შევხედავთ მაგათ თუ ყავთ ვიღაცა შავი სამყაროს წარმომადგენლები იქნებდა ჩვენც აგვყავს ისე რომ არავის არაფერი არ შერჩება არ ვაპირებთ შერჩენას აღარაფრის აღარ მეშინია უკვე ამათმა მიმიყვანეს იმ დონეზე რომ გიჟის როლი მათამაშონ და ყველა ვარიანტში ყველა აგებს პასუხს ამ საქმეს არ აქვს ხანდაზმულობა 200 წლის რო გახდნენ ეგენი 200 წლის ასაკში მოხვდებიან ციხეში მაინც აგებენ პასუხს მნიშვნელოვანი არის კანონის ფარგლებში მოთხოვნა პასუხის სამართლებრივი აუცილებლად აგებენ კანონის მე არსად არ მეჩქარება ამას უნდა დრო ბევრჯერ მithქვია ამას უნდა დრო და საზოგადოებამ რამდენიმე დღის წინ ხო სწორედ ამაზე ლაპარაკობდა დღეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია რომ კიდევ ერთხელ გავიმეოროთ ელენე რომ საბას ხვიტარიძის საქმე არის კიდევ ერთი მაგალითი საქართველოში საპოლიციო წამების ფაქტების მიმართ ინსტიტუციური და შესაბამისი მექანიზმების მოშლის და ურეაგირობის ეს იყო მთავარი საკითხი რაზეც დღეს ამახვილებდა ყურადღებას ელენე მადლობას გადაგიხდით